კიდევ ერთხელ მოგესალმებით მეგობრებო, აქ რაც მე ვისაც ყველა მეგობრები ვართ, უკავლეგებო. ძალიან მიხარია მართალია ტექნიკური ხარვეზებით, მაგრამ მაინც შედგა ეს პირველი ვებინარი, ნახოთ როგორ ჩავამთავრებთ წარმატებულად ამ ყველაფერს და ნინოს მოწოდებას მეც უვერცხდები, ძალიან გვინდა რომ გახდეს რაღაც ტრადიციული შევხვდეთ, გავზიარეთ ერთმანეთს თუნდაც საინტერესო შემთხვევები, кейსები და ასე ვიმეგობროთ ვებინარების მეშვეობით. დღევანდელი ჩემი თემა ალბათ უფრო მეტად დაინტერესებს, მე ვფიქრობ, ახალგაზრდა ოფთალმოლოგებს და რეზიდენტებს, არ ვიცი ხო რამდენად ესწრებიან ისინიც. მე ეხლა უნდა ვცადო სკრინის გაზიარება, რომელიც გამომდის. ჩანს ჩემი კი, ჩანს, შენი ეკრანი ჩანს. ერთი წუთით, ბოდიში. ერთი წუთით, აი всё, გონი გამოვიდა, всё. და ჩემი დღევანდელი თემა ეხება ოპტიკური კოჰერენტული ტომოგრაფიის ინტერპრეტაცია და არტეფაქტები. არ გავჩერდები ხო რას წარმოადგენს ოპტიკური კოჰერენტული ტომოგრაფია, ეს ყველამ კარგად ვიცით და ამაზე არ გავაჩერებ თქვენს ყურადღებას. დავიწყოთ პირდაპირ ანალიზით. კომპიუტერული ტომოგრაფიის დროს, როდესაც ვაკეთებთ ბადურა გარსის კომპიუტერულ ტომოგრაფიაში, ჩვენ გვაქვს საშუალება შევისწავლოთ ბადურა გარსის როგორც რაოდენობრივი, ისე ხარისხობრივი მონაცემები. ხარისხობრივი მონაცემები გვაძლევს ინფორმაციას ბადურა გარსის სტრუქტურული მდგომარეობის შესახებ. არის თუ არა იქ რაიმე პათოლოგიური ცვლილებების შრეობრივი სტრუქტურა, ინტრარეტინალური ცისტები და ასე შემდეგ. ხოლო რაოდენობრივი მონაცემები გვაძლევს ინფორმაციას ბადურა გარსის სისქის შესახებ. აღნიშნულ ტომოგრამაზე ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ ორივე ეს მონაცემი. აი ამ ტომოგრამაზე ჩვენ ვხედავთ ბადურა გარსის ჰორიზონტალურ ჭრილს, სადაც გვაქვს შესაძლებლობა გავაკეთოთ ხარისხობრივი მონაცემების ანალიზი, ხოლო რაც შეეხება რაოდენობრივი მონაცემების ანალიზი, კეთდება EDTRS-ის მიერ მოწოდებული ამ 9 სეგმენტიანი რუქით, რომელიც აფასებს ყვითელი ხალის სისქეს ფოვიადან 1, 3 და 6 მმ-ის რადიუსში. ასევე სამგანზომილებიანი ფერადი რუქით, რომელიც ასევე გვაძლევს ინფორმაციას ბადურა გარსის ვოლუმეტრიულ მონაცემებს, ასე ვთქვათ. ამ ტომოგრამაზე კიდევ ერთ რამეს დავამატებდი. ჩვენ ვიცით, რომ ნორმად მიჩნეულია მწვანე ფერადი კოდირება, რომელიც გვაძლევს ინფორმაციას, რომ ტომოგრამაზე ყველაფერი ნორმაშია. თუმცა არ უნდა აგვერიოს მწვანე ფერი, რომელსაც გვიჩვენებს ჩვენ EDTRS-ის რიცხობრივი მონაცემი რუქაზე და 3D ფერადი რუქაც. ვინაიდან 3D-ზე ფერების კოდირება ხდება აი ამ დიაგრამის მიხედვით, რაც უფრო სქელია ყვითელი ხალის სისქე, მით უფრო ცხელი ფერებისკენ გადაინაცვლებს მონაცემი, ხოლო რაც შეეხება აი აქ არის აღნიშნული ტომოგრამა მაქვს, ხოლო რაც შეეხება 9 სეგმენტიან რუქაზე, ისმის ჩემი ხმა? რა? ისმის? არ ისმის? კარგად ისმის. ამ შემთხვევაში ჩვენ ხედავთ, რომ წითლად აფერილია უკვე გათხელებული ყვითელი ხალი, რაც ხდება სწორედ აი ამ ნორმატიულ ბაზასთან შეფარდებით. ან ნორმატიული ბაზა უკვე ჩვენ გვიჩვენებს 9 სეგმენტიანი რუქის დაფერვას, ანუ რაც უფრო თხელია, უფრო იცდება ყვითელი, ხოლო შემდეგ წითელი მონაცემები. ეს ძალიან ზოგადი ყოველთვის ცნობილი ინფორმაცია. ასევე ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, ტომოგრამის ანალიზი ჩვენ შეგვიძლია როგორც შავ-თეთრი, ისე ფერადი სურათებით, ესე ვთქვათ, და ბადურა გარსის მონაცემების, ბადურა გარსის შრეობრივი სტრუქტურა ფასდება სხვადასხვა რეფლექტორულობით. ანუ ბადურა გარსის შიგნითსაზღვარი მემბრანა, ნერვული ბოჭკოების შრე, ელიფსოიდური ზონა, პიგმენტური ეპითელიუმი ხასიათდება უფრო მაღალი რეფლექტორულობით, რომელიც შავ-თეთრ ტომოგრამაზე ჩანს როგორც ღია ზონები, ხოლო რაც შეეხება ფერად შკალაზე, ის ჩანს როგორც წითელი და ყვითელი ფერის ზონები, ხოლო რაც შეეხება ჰიპორეფლექტორულ სტრუქტურებს, მიეკუთვნება შიგნითა და გარედან ნუკლეარული შრეები, რომელიც შავ-თეთრ ტომოგრამაზე ჩანს როგორც უფრო მუქი ფერდაფერი, ხოლო ფერადზე ლურჯი ფერით. რაც შეეხება მწვანე დაფერვას, ის საშუალო რეფლექტორობის სტრუქტურები არის გამოვლენილი. აქ მინდა აღვნიშნო, რომ ჰიპერეფლექტორული სტრუქტურები, რომელიც ჩვენ გვხვდება ნორმალურ ტომოგრამაზე, ეს შეესაბამება სისხლძარღვებს, მათ გააჩნიათ ეკრანირების ნორმა, ეს არის პათოლოგია, ეს არის ნორმა. ცოტა ხანს ყურადღებას შევაჩერებ ბადურა გარსის გარე სტრუქტურების ანალიზზე.
ნორმაში, როგორც თქვით, ბადურა გარსის გარეთ შრებს მიეკუთვნება გარეთსაზღვარი მემბრანა. შემდეგ აქ არის ჰიპორეფლექტორული მიოიდური ზონა, რომელიც შეესაბამება ფოტორეცეპტორების შიგნითა სეგმენტებს. ელიფსოიდური ზონა, რომელიც იგივე ფოტორეცეპტორების გარეთ და შიგნითა სეგმენტების კავშირს წარმოადგენს. ფოტორეცეპტორების გარეთა სეგმენტების შრე, რომელიც ჰიპორეფლექტორულად არის წარმოქმნილი. და ინტერდიგიტაციური ზონა, რომელიც წარმოადგენს ფოტორეცეპტორებისა და პიგმენტური ეპითელიუმის შეკავშირების უბანს და პიგმენტური ეპითელიუმის ხორიოკაპილარების და ბურუხის მემბრანის კომპლექსი. აღსანიშნავია ასევე, რომ ნორმალურ ტომოგრამაზე ელიფსოიდურ ზონასა და გარეთსაზღვარი მემბრანის შორის დისტანცია ბევრად უფრო მცირეა, ვიდრე ელიფსოიდურ ზონასა და ინტერდიგიტაციურ პიგმენტურ ეპითელიუმს შორის. რაც აღინიშნება ამ ზონაში ფოტორეცეპტორების, ანუ კერძოდ კოლბების, გარეთა სეგმენტების დაგრძელებით. ეს არის საინტერესო იმდენად, რამდენადაც ხალხო ფოტორეცეპტორების დეგენერაციით მიმდინარე დაავადებების დროს სწორედ აღინიშნება ამ ზონის შემცირება, ანუ ეს გარეთა სეგმენტების შემცირება. ხოლო ეს თვითონ ხაზს უსმენს იმ ფაქტს, რომ დეგენერაციული დაავადებების დროს ფოტორეცეპტორების დეგენერაციული პროცესი მიმდინარეობს გარედან შიგნითა მიმართულებით. კერძოდ, ჯერ ხდება ინტერდიგიტაციული ზონის დაზიანება, შემდეგ ზიანდება ელიფსოიდური ზონა, ხოლო შემდეგ ეს გარეთსაზღვარი მემბრანა. ხოლო რაც შეეხება რეგენერაციული პროცესები, მაგალითად მაculაური ყრელის ქირურგიული ჩარევის შემდეგ, როდესაც კეთდება ტომოგრაფიული გამოკვლევა, ჩვენ უნდა მივაქციოთ ყურადღება გარეთსაზღვარი მემბრანის მდგომარეობას, ვინაიდან რეგენერაციის პროცესები მიდის საპირისპირო მიმართულებით. ჯერ აღდგება გარეთსაზღვარი მემბრანა, შემდეგ ელიფსოიდური ზონა და შემდეგ ინტერდიგიტაციური ზონა. რაც მიუთითებს ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვან ფაქტს, თუ იქ სადაც ვერ ხდება გარეთსაზღვარი მემბრანის რეგენერაცია, დანარჩენი ფოტორეცეპტორების დანარჩენი მარკერების რეგენერაციაც ვერ მოხდება და აქედან გამომდინარე, ამის გარკვეული მნიშვნელობა აქვს მოსალოდნელი მხედველობის სიმახვილის განსაზღვრისთვის. ამავე სლაიდზე ნაჩვენებია, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ელიფსოიდური ზონის მდგომარეობას, ვთქვათ იგივე მაკულოდისტროფიების შემთხვევაში, სანამ დავიწყებთ მკურნალობას. ასევე, მოკლედ ეს სამი ზონა წარმოადგენს ფოტორეცეპტორების მარკერებს, რომლებიც ძალიან დიდ გავლენას ახდენს მხედველობის სიმახვილეზე დაავადების მკურნალობის დაწყებამდე და დაწყების შემდეგაც. სანამ ჩვენ დავიწყებთ საერთოდ ტომოგრამის ანალიზს, რა თქმა უნდა, მივაქციოთ ყურადღება, რამდენად კარგი ხარისხის გამოსახულება გვაქვს, ანუ რამდენად მცირეა მასში ცდომილებები. ვინაიდან არასწორი გადაღებული ტომოგრამა ძალიან ბევრ არასწორ ინფორმაციას გვაძლევს, რაც განსაკუთრებით უფრო მგრძნობიარეა დამეთანხმება ნინო მხედველობის ნერვის ანალიზის შემთხვევაში. არტეფაქტების მიზეზები შეიძლება იყოს აპარატი თვითონ მანქანა, ოპერატორი ან პაციენტი. ყველაზე ხშირად და საყურადღებო არტეფაქტები ეს არის გამოსახულების დაბალი ხარისხის სეგმენტაციის პრობლემები, სარკისებრი არტეფაქტები, გამოსახულების ცდომილება, მოძრაობასთან დაკავშირებული არტეფაქტები. ეს მცირედ შევეხებით თითოეულ მათგანს. პირველ რასაც ჩვენ აუცილებლად ყურადღება უნდა მივაქციოთ, ეს არის სიგნალის სიმძლავრე, რომელიც ფასდება 0-დან 10-მდე და მინიმალურ მაჩვენებლად არის მიჩნეული 6-დან 0-ით. ანუ რას ნიშნავს? სიგნალის სიმძლავრის დაბალი მაჩვენებელი გვაძლევს გამოსახულების ცუდ ხარისხს, რის შედეგადაც ვერ ხდება ვოლუმეტრიული მონაცემების სწორი შეფასება. და მიზეზი ძირითადად არის ოპტიკური არეების ცუდი გამოვლობა და შესაძლებელია იყოს მიზეზი ასევე მშრალი თვალი. ამიტომ ჯობია რომ კაბინეტში გქონდეს ყოველთვის დამატენიანებელი საშუალება, როდესაც არის ცუდი ხარისხის გამოსახულება, სადაც გაწენიანება და შეიძლება გამოსახულების ხარისხი გავამჯობესოთ. რაც შეეხება სეგმენტაციის ხაზს, სეგმენტაცია ჩვენ ვიცით, რომ თვითონ აპარატი აკეთებს ბადურის შიგნითა და გარეთ შრების სეგმენტაციის ანუ საზღვრების დიფერენცირებას, სეგმენტაციის ხაზების გავლებას და შესაბამისად სწორედ ამ სეგმენტაციას ხაზებს შორის მანძილს აფასებს როგორც ბადურის სისქეს. აღსანიშნავია ერთი რამ, რომ შიგნითა სეგმენტაციის ხაზი ყოველთვის შეესაბამება შიგნითა საზღვროვან მემბრანას. ხოლო რაც შეეხება გარეთ სეგმენტაციის ხაზი, ის სხვადასხვა აპარატში სხვადასხვა შრეს შეესაბამება, მაგალითად ზოგიერთ აპარატში ეს შეესაბამება პიგმენტური ეპითელიუმის დონეს, ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება იყოს ინტერდიგიტაციური ზონა,
აქედან გამომდინარე, სხვადასხვა აპარატის მონაცემების შედარება პაციენტის დინამიკური დაკვირვების შემთხვევაში კეთილსაიმ არ არის მოკლედ დიდი აზრის მოკლებულია, ამიტომ ყოველთვის უნდა ვეცადოთ, რომ ესეთი შედარება თავიდან ავიცილოთ. რაც შეეხება სეგმენტაციის პრობლემებს, სეგმენტაციის ხაზის პრობლემები შეიძლება გამოწვეული იყოს მოძრაობით, მაგალითად მოხდეს სეგმენტაციის ხაზის წყვეტა, ან შესაძლებელია განვითარებული იყოს სხვადასხვა დაავადებები, მაგალითად შიგნითა სეგმენტაციის ხაზის არასწორი აღქმა, შიგნითა საზღვრის შეიძლება მოხდეს ეპიდერმალური მემბრანის ბადვიში დაშრეების დაავადებების დროს, ხოლო რაც შეეხება გარეთ სეგმენტაციის არასწორი გავლება, შეიძლება შეხვდეს სხვადასხვა ბადვირის გადრეთა შრეცობის ამაღლების დისტროფიის შემთხვევაში. რაც შეეხება შემდეგი სახის არტეფაქტი შეიძლება იყოს აუთოფრიდის ან რეგისტრაციის მიღმა, როდესაც გამოსახულება არის ეკრანის ძალიან ძევით ან ძალიან ქვევით ხდება, რის გამოც ვერ ხდება ყველა შრის იდენტიფიცირება და აი ამ შემთხვევაში მაგალითად პრობლემა შეიძლება განვლიური უჯრედების ანალიზი ვერ მოხდება სწორად. პრობლემა გვარდება ხელახალი სკანირებით, უნდა მოხდეს ხელახალი სკანირება. დეცენტრაცია, როდესაც ვერ ხდება ფოვეოს ცენტრის დაფიქსირება, აქაც ამ შემთხვევაში თუ ეს არ არის ძალიან დიდი ცდომილება, შეიძლება მანუალურად მისი კორიგირება. ამ შემთხვევაში ჩვენ არასწორი სისქის არასწორი ინტერპრეტაცია, ვოლუმეტრიული ანალიზის არასწორი ინტერპრეტაციას არის საშიშროება ამ შემთხვევაში და დინამიურ დაკვირვებაში, რა თქმა უნდა, ესეც უარყოფითი უნდა სახდეს. ქათეჩიც არის მოკვეთილი კიდე. მოკვეთილი კიდის შემთხვევაში თუ ჩვენ ვაკეთებთ მხოლოდ ყვითელი ხალის ანალიზს, აქ ძალიან დიდი გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ ეს არის პერიფერიული ნაწილი. ეს უფრო მნიშვნელოვანია ალბათ მხედველობის ნერვის დიაგნოსტირების შემთხვევაში. სარკისებრი გამოსახულება ეს არის არტეფაქტი, რომელიც ხდება სპექტრალურ ტომოგრაფებში. მისი მიზეზს წარმოადგენს თვითონ მექანიზმი, როგორც ხდება ამ აპარატის მუშაობა, კერძოდ ორი სარკისებრი გამოსახულება გადაადგილდება ჟერდის გარშემო, რის შედეგადაც ეს ქვედა გამოსახულების ვიზუალიზაციას და ანალიზს ვახდენთ მერე ჩვენ. ხოლო თუ არის ძალიან გრძელი ან ძალიან მოკლე ღერძი, ამ შემთხვევაში სრულფასოვნად ვერ ხდება გამოსახულების გადაადგილება და ჩვენ ვღებულობთ სარკისებური პერიფერიაზე სარკისებურ გამოსახულებას. დაახლოებით აი ესეთი სურათი შეიძლება შევხვდეს. ამ შემთხვევაში ცენტრალური უბნის ანალიზის საშუალება ჩვენ გვაქვს, ხოლო პერიფერიული ნაწილის თუ გვაინტერესებს იქ რაიმე ხომ არ ხდება, ცალკე უნდა მოვახდინოთ პერიფერიული ნაწილის სკანირება. აქვე მინდა დავძინო, რომ რაც უფრო მეტია ტომოგრაფის რეფრაქციული დიაპაზონი, მით უფრო ნაკლებად ხდება სარკისებრი გამოსახულების არტეფაქტი. და მოძრაობასთან დაკავშირებული არტეფაქტები ასევე ეს არის ხამხამი, რომელიც იწვევს სეგმენტაციის ხაზის წყვეტას, გამოსახულების გადაფარვა, როდესაც ორი გამოსახულება ერთმანეთს ხდება გადაფარვა და ახაც არასწორი ინტერპრეტაცია ვოლუმეტრიული მონაცემების. მოკლედ მას შემდეგ რაც დავწმუნდებით, რომ გვაქვს კარგი სახარისხის გამოსახულება, ვიწყებთ მიღებული ტომოგრამის ანალიზს და ვიცით, რომ პათოლოგიური პროცესები შეიძლება გამოვლინდეს როგორც მაღალი და დაბალი რეფლექტორულობის დაზიანებების სახით. დაბალი რეფლექტორულობის დაზიანებები ძირითადად არის სითხე, ეს არის ინტრარეტინალური სითხე, სუპრარეტინალური სითხეს ცისტები, ხოლო მაღალი რეფლექტორულობის დაზიანება ეპიდერმალური მემბრანა, ქოროიდული ნეოვასკულარული მემბრანა და ასე შემდეგ, ფიბროვასკულარული ქსოვილი, ნაწიბური და ასე შემდეგ. ძირითადად ტომოგრამის ანალიზს ჩვენ ვიწყებთ შიგნითა შრეებიდან და მივამართებთ გარეთ უფრო ღრმა შრეებისკენ. პირველი ვაფასებთ, რა თქმა უნდა, ვინისებულის მდგომარეობას, ვიტრეომაკულარულ ინტერფეისს და ვიტრეომაკულარული ინტერფეისის ერთ-ერთი პრობლემა, რაც შეიძლება ჩვენ შევხვდეს, ეს არის ვიტრეომაკულარული ათეზია და ტრაქცია. მსგავსი პრობლემა ხდება უკანა ჰიალოიდის არასრული ჩამწრის შემთხვევაში. ამ დროს ვიტრეომაკულარული კონტაქტი ვრცელდება ფოვეასთან დაახლოებით 3 მმ-ის რადიუსში, მაგრამ ათეზიის შემთხვევაში მთავარი პირობა არის ის, რომ არ უნდა იყოს ფოვეოლას კონფიგურაცია შეცვლილი. და იმის დამიხედვით, რამდენად ფართო არის ეს კონტაქტი, თუ ის ვრცელდება დაახლოებით 1500 მიკრომეტრამდე ის არის ფოკალური, ხოლო თუ 1500 მიკრომეტრზე უფრო დიდ დისტანციაზე მაშინ ის არის გავრცელებული ათეზია. ხოლო რაც შეეხება ვიტრეომაკულარულ ტრაქციას, ვიტრეომაკულარული ტრაქციის მთავარი პირობა არის, რომ უნდა აღინიშნებოდეს ფოვეოლას კონტურის ცვლილება და შეიძლება ის იყოს გამოვლენილი ფოვეას გასადავებით, ინტრარეტინალური ცისტების არსებობით, ბადურის ნეიროეპითელიუმის ელევაციით და ასე შემდეგ.
მაკულარული ხვრელი, სრული ხვრელი, ამ შემთხვევაში ვიცით, რომ გვაქვს ფოვეოლაში ბადურა გარსის შრეების დეფიციტი, შიგნითსაგროვანი მემბრანიდან პიგმენტური ეპითელიუმამდე და მაკულარული ხვრელის შემთხვევაში აუცილებელია ყურადღება მივაქციოთ ხვრელის ზომას, ანუ ყველაზე უფრო ერთმანეთთან ყველაზე ახლოს მდებარე ორ მოპირდაპირე წერტილს შორის მანძილი, ვინაიდან ეს მნიშვნელოვანია ქირურგებისთვის, ქირურგიული პროცედურის დაგეგმვისთვის და რაც უფრო დიდია, რა თქმა უნდა, ეს მანძილი, მით უფრო არაკეთილსაიმედოა გამოსავალი. ასევე პოსტოპერაციულ პერიოდში მნიშვნელოვანია მაკულარული ხვრელის კომპიუტერული ტომოგრაფით მონიტორინგი, ვინაიდან როგორც უკვე აღნიშნეთ, უნდა მივაქციოთ ყურადღებას, როგორ ხდება ფოტორეცეპტორების მარკერების რეგენერაცია რა მდგომარეობაშია გარსსაზღვარი მემბრანა, როგორ ხდება რეგენერაციის პროცესები და ასე შემდეგ. ლამელარული ხვრელის შემთხვევაში ვიცით, რომ გაერთებადურას გაერთე შრეები მეტნაკლებად შენარჩუნებულია და აქვს უკვე შიგნითა და გაერთე შრეებს შორის დაცილება, კონფიგურაცია შეცვლილია, ხოლო რაც შეეხება ფსევდოხვრელის შემთხვევაში ბადურას შრეები აბსოლუტურად ინტაქტურია, ერთადერთი პრობლემა წარმოადგენს ფოვიას კონფიგურაცია, რაც გამოწვეულია ეპიდერმული მემბრანის არსებობით. ცენტრალური სეროზული ქორიორეტინოპათია ეს ერთ-ერთი ხშირი შემთხვევა, რომელსაც ჩვენ ვაწყდებით კომპიუტერული ტომოგრაფიის ტომოგრაფირების შემთხვევაში. აღსანიშნავი, ამ შემთხვევაში ვიცით, რომ ადგილი აქვს ნეიროეპითელიუმის სეროზულ ჩამოცვლას, ან შესაძლებელია თან ახლდეს ასევე პიგმენტური ეპითელიუმის ჩამოცვლას. თუმცა ჩვენ შესაძლებელია შეხვდეს მსგავსი შემთხვევაც, რომელსაც dipping sign ეწოდება. ამ შემთხვევაში ეს გამოწვეულია ფიბრინული ექსტატის არსებობით, რამაც გამოიწვია ნეიროეპითელიუმის შეკავშირება პიგმენტურ ეპითელიუმთან და ეს მიუთითებს პროცესის მწვავე პროცესზე. ასევე ცენტრალური სეროზული ქორიორეტინოპათიის დროს შეიძლება შეხვდეს მსგავსი სურათიც ამ შემთხვევაში აღინიშნება ნეიროეპითელიუმის ქვეშ ესეთი ჰიპერრეფლექტორული გრანულარული ჩანართები, რაც წარმოადგენს დესტრუქციული ფოტორეცეპტორების გარეთე სეგმენტებს. ესეთი შემთხვევა ძირითადად ქრონიკული შემთხვევების დროს ხდება. ქოროიდული ნეოვასკულარული მემბრანა, ანუ ვიცით, რომ არის სამი სახის, არის პირველი ტიპი, რომელსაც ხდება პიგმენტური ეპითელიუმის ქვეშ ნეოვასკულარული პროცესი, ნეოვასკულარული მემბრანის განვითარება. ამ შემთხვევაში პიგმენტური ეპითელიუმის ელევაციის ქვეშ ვლინდება ჰეტერორეფლექტორულობის ჰიპერრეფლექტორული ჩანართი, რომელსაც შეიძლება თან ახლდეს ინტრარეტინალური ცისტები და სუბრეტინული სითხე. მეორე ტიპის ქოროიდალური ნეოვასკულარული მემბრანის შემთხვევაში ჰიპერრეფლექტორული ციცისტერისებური ფორმის ჰიპერრეფლექტორული ჩანართი შეიძლება აღინიშნება პიგმენტური ეპითელიუმის ზევით, თუმცა ამ შემთხვევაში ყურადღებას უნდა გავამახვილოთ ერთ საკითხს, რაც უფრო მაღალია პიგმენტური ეპითელიუმის ზევით არსებული სტრუქტურის რეფლექტურულობა, შესაძლებელია აქ უკვე საუბარი იყოს მის ნაწიბუროვან გადაგვარებაზე. და მასაც შეიძლება თან ახლდეს ინტრარეტინალური და სუბრეტინალური ჩანართები, ცისტური ჩანართები. და ბოლოს ეს არის მესამე ტიპის ქოროიდალური ნეოვასკულარული მემბრანა, რომელიც ხასიათდება ინტრარეტინალური ნეოვასკულარიზაციული პროცესით და რეტინოქოროიდალური ანასტომოზების განვითარებით პიგმენტური ეპითელიუმის ჩამოცვლით. არსებობს გარკვეული მარკერები, ოსიტის მარკერები, რომელიც ჩვენ სავარაუდო მოსალოდნელ პროგნოზზე გვაფიქრებინებს მკურნალობის შემდეგ. კერძოდ, თუ პირველი ტიპის ზოგადად ინტრარეტინალური ცისტები ახასიათებს ადრეულ სტადიაზე მეორე და მესამე ტიპის ნეოვასკულარულ მემბრანას. ხოლო თუ ინტრარეტინალური ცისტები ჩვენ შეხვდა პირველი ტიპის ქოროიდალური ნეოვასკულარული მემბრანის დროს, ეს მიუთითებს პროცესის ხანდაზმულობას. შესაბამისად, მკურნალობის ეფექტურობაზე ალბათ უფრო ნაკლები გამოსავალი იქნება. რაც შეეხება სუბრეტინული სითხე სამივე ტიპის ნეოვასკულარული მემბრანა შეიძლება თან ახლდეს და ზოგადად ძალიან კეთილსაიმედო გამოსავალია, ის ძალიან კარგად ლაგდება ანტივიჯერ მკურნალობის შემთხვევაში და დადებითი პროგნოზით ხასიათდება. ყურადღებას გავამახვილებ კიდევ ერთხელ ინტრარეტინალურ ცისტებზე, თვითონ ინტრარეტინალური ცისტების არსებობაც არც თუ ისეთი კეთილსაიმედოა ზოგადად მხედველობის გაუმჯობესების მიზნით, მაგრამ უნდა მოხდეს დიფერენცირება ექსუდაციური და დეგენერაციული ცისტებს შორის. ექსუდაციური ცისტები არის საშუალო, შეიძლება იყოს დიდი ზომის
ინტრარეტინალური ჩანართები, რომელებიც ერთმანეთისაგან გამოყოფილია კიდეებით, შეიძლება თან ახდეს პიგმენტური ეპითელიუმის ჩამოცლას ან ნეიროეპითელიუმის ჩამოცლას. რაც შეეხება დეგენერაციული ცისტები, ამ შემთხვევაში გვაქვს ფობიას დეგენერაციული ცისტოიდური დეგენერაცია. ცისტა შეიძლება იყოს ძალიან დიდი ზომის და არ ჰქონდეს ეს წგიდები. ამ შემთხვევაში ესეთი სახის ცისტოიდური დეგენერაცია ხდება უფრო დეგენერაციული პროცესების დროს, გეოგრაფიული მაკულური დისტროფიის დროს და ამ შემდეგ. ასევე შეიძლება იყოს მცირე ზომის ინტრარეტინალური ცისტები, რომლებსაც აქვს ისეთი მკვეთრი კონტურები და ამ შემთხვევაშიც ასეთ დროს არ აღინიშნება სითხეც ცისტაში, რაც უფრო მიუთითებს ესეთ სახის დაზიანებები უფრო მიუთითებს მიულერის უჯრედების დაზიანებას და ნაკლებად ეფექტურია ამ შემთხვევაში ანტივეჯეფ მკურნალობა. ასევე არ უნდა მოხდეს არევა ცისტოიდურ ჩანართებსა და ტუბულებს შორის, ვიცით რომ ტუბულები ეს არის ნეიროდეგენერაციის ნიშანი, ხდება უფრო ბადუროს გარეთ შრეებში. ის თან ახლავს ხშირად ამ გეოგრაფიულ ატროფიულ ფიას ნაწიბუროვან ცვლილებებს, მიუთითებს ფოტორეცეპტორების დეგენერაციაზე, ახასიათებს ჰიპერრეფლექტორული გარსი და არაჰომოგენური შიგთავსი, რომელიც ეს არის გარსი წარმოდგენილია მიულერის უჯრედებით, ხოლო შიგთავსი ეს დეგენერაციული ფოტორეცეპტორებით. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც მკურნალობას, აი აქ არის სურათზე, ეს არის ცისტები, ეს არის ტუბულები, საკმაოდ განსხვავდება ერთმანეთისაგან და რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში მკურნალობას დიდი ეფექტურობა არ მოაქვს. პიგმენტური ეპითელიუმის ჩამოცლა, სხვადასხვა სახის ჩამოცლა, სხვადასხვა მიზეზით შეიძლება განვითარდეს პიგმენტური ეპითელიუმის ჩამოცლა, შეიძლება იყოს არავასკულარიზებული და ვასკულარიზებული. არავასკულარიზებულ შემთხვევაში ყველაზე ხშირად შეიძლება შეხვდეს რუზოიდული ჩამოცლები, ამ შემთხვევაში ჰომოგენური საშუალო რეფლექტორულობის შიგთავსით გამოირჩევა ესეთი სახის პიგმენტური ეპითელიუმის ჩამოცლა. არის ეროზული ჩამოცლები, რომელსაც ახასიათებს ეს ოპტიკურად ცარიელი სივრცე, ამ შემთხვევაში მნიშვნელობა აქვს ახლავს თუ არა თან ეროზულ ჩამოცლას სუბრეტინული სითხე, ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში რეკომენდირებული არ არის, რა თქმა უნდა, მკურნალ ანტივეჯეფ ინjekციები, ასევე ჩვენ ვიცით, რომ რაც უფრო მაგალია პიგმენტური ეპითელიუმის ჩამოცლა, მით უფრო დიდია რისკი პიგმენტური ეპითელიუმის დაზიანების, ან ნახუთხის განვითარების. შესაბამისად, თუ ეროზულ ჩამოცლას თან არ ახლავს პროცესის აქტიურობის ნიშნები, ჯობია ცხელი არ მოგილოთ. ცენტრალური პიგმენტური ეპითელიუმის ჩამოცლა შეიძლება თან ახდეს ასევე ცენტრალურ სეროზულ ქორიოიდნოპათიასაც, როგორც ვიცით, ხოლო ვასკულარიზებული ჩამოცლებზე მე უკვე ვისაუბრე პირველი და მესამე ტიპის ქორიოიდალურ ნეოვასკულარულ მემბრანას ახლავს თან, მაგრამ ასევე მინდა ავახსენო პოლიპოიდური ქორიოიდალური ვასკულოპათია, რომელსაც ახასიათებს პიგმენტური ეპითელიუმის დიდი ზომის ჩამოცლები არარეგულარული კიდეებით, შესაძლებელია თან ახდეს ესეთი ჰიპერრეფლექტორული გარსით და ჰიპორეფლექტორული შიგთავსით წარმოდგენილი სტრუქტურები. შესაძლებელია ასევე იყოს მცირე ზომის პიკისებური ჩამოცლები და ასევე ესეთი triple layer sign, რომელიც აქ მიუთითებს დაზიანებულ პიგმენტურ ეპითელიუმზე, ბრუხის მემბრანას, რომლებიც წარმოდგენილია ჰიპერრეფლექტორულად, ხოლო მათ შორის ჰიპორეფლექტორული მემბრანა. ჰიპერრეფლექტორული წერტილები ესეც ერთ-ერთი საინტერესო მარკერია, ვინაიდან სხვადასხვა მიზეზით შეიძლება არსებობდეს ჰიპერრეფლექტორული წერტილები კომპიუტერულ ტომოგრაფის ტომოგრამაზე. ეს შეიძლება იყოს გამომწვეული ანთებითი მიკრობიული უჯრედებით, მყარი შეიძლება შესაბამებოდეს მყარი ექსტატების პრეკურსორებს, შეიძლება იყოს მიგრირებული პიგმენტი. არის ესეთი გარკვეული კვლევები ჩატარდა, რის საფუძველზე შეიძლება ვთქვათ, რომ ჰიპერრეფლექტორული მცირე ზომის გაფანტული, არა შეჯგუფებული ჰიპერრეფლექტორული წერტილები, რომლებიც ხშირად თან ახლავს ცისტოიდურ ჩანართებს, არ იძლევა ეკრანირებას, ძირითადად უფრო დაკავშირებულია ანთებითი მიკროგლიურ უჯრედების არსებობასთან და ძალიან კარგად ლაგდება ანტივეჯეფ მკურნალობის შემთხვევაში. განსხვავებით, აი მაგალითად მაყარი ექსუდატების პრეკურსორებისგან და მიგრირებული პიგმენტისგან, რომელიც უფრო ხდება ბადუროს გარეთ შრეებში, ახასიათებს მაღალი რეფლექტორულობა, ხანდახან უფრო მეტი ვიდრე არის პიგმენტური ეპითელიუმი და ახასიათებს ასევე ეკრანირება,
ესეთი სახის ჩანართები უფრო ძნელად ემორჩილება ანტიბიოტიკ მკურნალობას. ჰიდროქსიკლოროქვინისმიერი მაკულოპათია ეს დღევანდელ დღეს საკმაოდ აქტუალური პრობლემა, ვიცით კარგად, მიმდინარეობს პიგმენტური ეპითელიუმის და ფოტორეცეპტორების დეგენერაცია, პრეპარატი უკავშირდება მელანინს, რაც განაპირობებს პრეპარატის ხანგრძლივ დააყენებას ორგანიზმში და ფუნდოსკოპით ჩვენ ვღებულობთ ჰიპერ და ჰიპორეფლექტორული კონცენტრულ წრეს დისტროფიის კერას ფოვიოლოს ზონაში, მაკულის ზონაში. პროცესი თავიდან იწყება და ვითარდება დაახლოებით ესეთი თანმიმდევრობით, ვიცით რომ ადრეული ნიშნები აუცილებლად შეფარდეს კომპიუტერული ტომოგრაფიით და მხედველობის ველით, სადაც ხდება პარაცენტრალური სკოტომები. და არის ერთი ესეთი ადრეული ნიშანი, რომელსაც ბიოფქიმიავი თეფშის ნიშანი, რაც მიუთითებს, რაც გამოხატულია პერიფოვიალურად პიგმენტური ეპითელიუმის გარეთ ნუკლეარული შრის და ფოტორეცეპტორების ცვლილებით. კერძოდ ხდება ფოტორეცეპტორების და პიგმენტური ეპითელიუმის გათხელება, გარეთ ნუკლეარული შრები გადაინაცვლებს პიგმენტური ეპითელიუმის მიმართულებით, ხდება ესეთი ფოვია ღებულობს ოვოიდურ ფორმას და ემსგავსება ფინავ თევზს. ასეთი ცვლილება, ესეთი ადრეული ნიშანია, შესაძლებელია ამ დროს გამოვლენილი იყოს პარაცენტრალური სკოტომა, თუმცა შეიძლება რომ ჯერ არც იყოს მხედველობითი ჩივილები და რა თქმა უნდა ყურადღება უნდა მიექცეს ამ ნიშანს და ასევე არის მეორე ნიშანი, რომელიც ადრეულ სტადიაზე ვითარდება, ეს არის პერიფოვიალური გათხელება. ამ შემთხვევაში ხდება ბადურას შიდა შრეების გათხელება პერიფოვიალურად და არანაირი მხედველობითი ჩივილი პაციენტს ამ შემთხვევაში არ აქვს. ბადურას შიდა შრეების დეზორგანიზაცია, ამ შემთხვევაში პრობლემა არის ბადურას შიდა შრეების ვერ ხდება შიდა შრეების იდენტიფიცირება, გამოწვეულია ძირითადად ისემიით მიმდინარე დაავადებების დროს, ასევე ქრონიკული შეშუპებების შემთხვევაში. და რა თქმა უნდა, მკურნალობის მხრივ და მხედველობის გაუმჯობესების მხრივ ამ შემთხვევაში საკმაოდ არუკეთილ საიმედოა პროგნოზია. გუმბათისებური მაკულა ერთ-ერთი იშვიათი შემთხვევაა, რომელიც ხდება მაღალი მიოპიის დროს, მაღალი ღერძის და მიოპიული სტაფილოების არსებობის შემთხვევაში. განვითარების პათოგენეზია ეს რაღაც სავარაუდო მექანიზმები არის მოწოდებული, რაც შეიძლება იწვევდეს მის ასეთ ფორმას. შეიძლება თან ახლდეს ნეიროს ეპითელიუმის ოქსიდაციური ჩამოცლა, ქოროიდული ნეოვასკულარული მემბრანის განვითარება. საინტერესოა იმ მხრივ, რომ აუცილებლად ამ დროს უნდა მოხდეს დიფერენცირება ქოროიდეას ახალ წარმონაქმნებთან. ქოროიდეას ფოკალური ექსკავაცია ეს ერთ-ერთი საინტერესო შემთხვევაა, რომელიც არის თანდაყოლილი პრობლემა. მხედველობითი ჩივილები პაციენტს არ აქვს, ძირითადად სტაბილურია და არ პროგრესირებს, თუმცა შეიძლება განვითარდეს ქოროიდალური ნეოვასკულარული მემბრანა და შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ყვითელი ხალის დაავადებებთან და ქოროიდიტებთან. ამ შემთხვევაში არის პიგმენტური ეპითელიუმის ბრუხის მემბრანის და ქორიოკაპილარული შრის დეფორმაცია და შესაძლებელია იყოს ეს კონფორმაციული, როდესაც ეს სტრუქტურები იმეორებს ყველა ქორიოკაპილარული შრის ფორმას, ან შეიძლება არაკონფორმაციული, როდესაც მათ შორის ჩნდება ესეთი ჰიპორეფლექტორული სივრცე. და მალე დავამთავრებ, მე მგონი გადავაცვლე ყველანაირ დროს. ქოროიდე ამ რაც უფრო განვითარდა თვითონ კომპიუტერული ტომოგრაფები, მით უფრო საშუალება მოგვეცა გავაკეთოთ ღრმა ანალიზი და შევწავლოთ ქოროიდეა. და სხვა შორის საკმაოდ საინტერესოა ქოროიდეას შეფასების შემთხვევაში შეიძლება გავაკეთოთ გარკვეული ტიპის დიაგნოსტიკა გარკვეულ დაავადებებს შორის. მაგალითად, ქოროიდეას სისქე იზომება ზოგადად პიგმენტური ეპითელიუმის გარეკიდესა და სკლერალურ კავშირს შორის, ქოროიდოსკლერალურ კავშირს შორის მანძილი სუბფოვიალურად და მისი სისქე იცვლება ნორმის შემთხვევაშიც, რაც შეიძლება შეიცვალოს ასაკის, სქესის და ასე შემდეგ რეფრაქციის აქსიალური სიგრძის მიხედვითაც. მაგრამ ასევე იცვლება დაავადებების მიხედვით. მაგალითად, მაკულოდისტროფიის შემთხვევაში ქოროიდეას სისქე მკვეთრად მცირდება, ხოლო ცენტრალური სეროზული ქორიორეტინოპათიის პოლიპოიდური ვასკულოპათიის შემთხვევაში მისი სისქე საკმაოდ მატულობს, რაც ხანდახან რიგ შემთხვევაში დიდ დიაგნოსტიკაში გვეხმარება. და ბოლოს პათქოროიდული მდგომარეობა. პათქოროიდული მდგომარეობა აერთიანებს დაავადებებს, რომლებსაც ახასიათებს ქოროიდეას მსგავსი პათოლოგია, კერძოდ ხდება ქოროიდეას ჰალერის სიძარღვების
პროგრესული მატება ქორიოკაპილარებისა და ქოსატერის კომპრესიის ხარჯზე, რის გამოც ვითარდება პიგმენტური ეპითელიუმის დაზიანება და შეიძლება განვითარდეს გამოვიდეს 4 ასეთ დაავადების სახით: პათქოროიდული პიგმენტური ეპითელიოპათია, ქრონიკული ცენტრალური სეროზული ქორიორეტინოპათია, პათქოროიდული ნეოვასკულოპათია და პოლიპოიდური ქორიოიდალური ვასკულოპათია მიკუთვნებულია უკვე პათქოროიდულ მდგომარეობასთან. ერთადერთი ბოლოს ვიტყვი ის, რომ პათქოროიდული ნეოვასკულოპათია ძალიან გავს პირველი ტიპის ქორიოიდალურ ნეოვასკულარ მემბრანას, რაც ხდება ასაკობრივი მაკულური დისტროფიის შემთხვევაში და განსხვავებით მისგან ეს პათქოროიდული ნეოვასკულოპათია ხდება ახალგაზრდა ასაკში და მას არ ახლავს თან დროზოიდური ჩამოთვლილი პიგმენტური ეპითელიუმის დროზოიდული დაზიანება. მადლობ ყურადღებისთვის.